შვილი მეუნება ხოლმე ხშირად. რა თქინდა ეხლა რეებს აკეთებ, რაღაც უსაფრთხეებში ხარ, ხან იმას ყიდულობ, ხან ეხლა გაზის იარაღი ვიყიდე მაგალითად. კაი გოგო ვარ, მანამ სანამ ვიღაცა საზღვრებს დამირღვევს. მე ვარ ანა დოლიძე, პოლიტიკოსი, იურისტი, სამართლის პროფესორი. ვიქტორ ფრანკელის წიგნში, რომელიც ლაპარაკობს იმაზე, რომ ის ხალხი, რომელიც დარწმუნებული იყო, რომ მას აქვს მისია საკონცენტრაციო ბანაკში, ის ხალხი გადარჩა. შეიძლება ზუსტად იგივენაირად იყოს შვილების აღზრდა და კარგი ოჯახის გაკეთება ძალიან ბევრი ადამიანისთვის. ზოგისთვის იყოს კარიერა, ზოგისთვის იყოს სამშობლო. ჩემ ოჯახში ძალიან მნიშვნელოვანი იყო პოლიტიკა. ეს გამომდინარეობს მამას ცხოვრებიდან, რომელიც იყო მათემატიკის პროფესორი და 90-იან წლებში ჩაება ეროვნულ მოძრაობაში. და რეალურად, ტელევიზორი, ინფორმაცია, რა ხდება ქვეყანაში, ცვლილებები, გამსახურდიას მოსვლა, მერე გაგდება, თუ დაევი, ყველაფერი ზეპირად ვიცოდი მე ბავშვობიდან. ბავშვობიდან მიწევს მე უცხოეთში ყოფნა. 17 წლის ვიყავი, რომ წავედი ამერიკაში პირველად. მასპინძელი ოჯახის მეგობარი იყო, საკრებულოს წევრი. გავიცანი დემოკრატიული პარტიის აღმასრულებელი მდივანი. მაშინ იყო ვერმონტის გუბერნატორი. 17 წლის ბავშვისთვის ეგ ძალიან დიდი რაღაცეებია რა. ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, უბრალოდ არ გამომდის იქ ჯდომა მე-17 მდივნად სადღაც და რაღაც ფაილების გადაწერა. იმ სისტემაში, რომელიც ვხედავ, რომ ვერ მუშაობს. მაშინ საიაში ვიყავი, ადრე, მერე მოვხდი, მაგალითად ახლა იუსტიციის საბჭოში. მოვხდი, დამნიშნა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, შემეძლო, ცოტა რომ გადაახვიო, ხო, rewind. შეეძლო სხვა ადამიანს, შეეძლო მისულიყო იქ, წყნარად იჯდებოდა, აიღებდა ხელფას. თუ კიდე კარგ ურთიერთობას დაამყარებდა იმ მოსამართლებთან, დაანიშნინებდა თავს სადმე შვილს მოაწყობინებდა. ეს არის ტრაექტორია, დავარქვათ იმ ადამიანის, რომელიც უბრალოდ ეგუება რა, რაც ხდება. სისტემა არის მოწყობილი, რომელიც კონკრეტულად არჩევს ესეთ თავდახრილ მორჩილ ტიპაჟებს, რომელსაც მერე ჩასვავს რომელიღაც თანამდებობაზე. და მოსამართლე ეს არის მეფე სასამართლო დარბაზში. მრისხანე ტიპი, რომელსაც ყველა ემორჩილება უსიტყვოდ. და ესეთ ჩმორიკა ტიპს რო შეიყვან სისტემაში, მე ხე ის ამასთან არ თავსდება, ხო, ამ სუვერენულ ფიგურასთან სამწუხაროდ. სინამდვილეში ახლა ქართლის დედაც ხო ეგ არია რა. კი არის საბჭოთა სკულპტურა, მაგრამ ქართლის დედაც ეგრეთ თუ კარგად მეკცევი, კარგად გეკცევი, თუ ცუდად მეკცევი, ძალიან ცუდად იქნება შენი საქმე. ეს ხმალის მაგისტრის არის. ახლა მაგალითად, რომ გააკრიტიკეს ეს ახალგაზრდა ქალები ხელისუფლებიდან, ხო, რატო რაღაცა ცუდად იქცევიან სტერეოტიპულად. ისტორიულად რო გადახედოთ, ბასიანის ბრძოლის ქრონიკებში წერია თამარ მეფე რო თვითონ ხელმძღვანელობდა ფეხშიშველი იჯდა ცხენზე. ფეხშიშველი, ეს იყო მეფე. სკოლაში თან ხო გვასწავლიდან რაღაც ძალიან გაცვეთილად საინტერესო არ იყო არანაირად და ისე არ იყო რომ გეგძნო. რომ მართლა და აქედან ძალა აკეღო. მაგრამ თუ დაფიქრდები ესე არის. ქართველი ქალი არის ძალიან ძლიერი, თან არის აბსოლუტურად მას სჯერა ჩემი აზრით მსახურების ფასეულობის ეს ძალიან ღირსეული რაღაც არის მსახურება, ვისიც კიდე ოჯახის სამშობლოსი, ეს არ არის, ეს არჩევანია. მაგრამ პარალელურად ეს არის ძალიან მედეგი. All politics is personal, ყველანაირი პოლიტიკა პირველ რიგში არის პირადი. უნდა დავიდეს იქამდე, რომ დღეს რო არ ლაგდება თოვლი წესიერად, იმაში გურიაში ეს არის პოლიტიკა. და ჩვენ ხშირად კი გეოპოლიტიკაც საინტერესოა, საპრანჭია, პრესტიჟულია. ნამდვილი არჩევნები, როცა ახალგაზრდებს ვეუბნები, მაგარი დრაივია. არჩევნები არის რეალურად ჩვეულებრივი დოპამინის წყარო.
როდესაც არ გეშინია რომ დაგდევენ ვიღაც დაგხვდება წიტუშკა და სადღაც გცემს კუთხეში რა. კუკიაზე რომელიც არის ეს ტრადიციული ჩუღურეთული უბანი, იქ ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო შედეგი მქონდა მე მიუხედავად იმისა რომ ქალი ვარ. ანუ ზედმეტ სინამდვილეში გენდერული ფაქტორი ამ სიტუაციაში იყო აშკარად უფრო ნაკლებად მნიშვნელოვანი ვიდრე გვეგონა. რეალურად ამ ხელისუფლებამ დააპაუზა პოლიტიკური ცხოვრება. პოლიტიკური ცხოვრება არ არის ჩვენ ქვეყანაში. ასპარეზი, ინსტიტუტები, სადაც პოლიტიკოსები უნდა ვიყოთ, მუშაობდეთ, რისთვისაც მე ამერჩია ხალხმა, კანონებს წერდე და რაც მე მიყვარს და გამომდის, წერდე და გამქონდეს, არაფერი აღარ არის. ხო და ამიტომ აი ამ ეტაპზე გარკვეული იმედგაცრუება არ მეკიარა, ყველას აქვს, ვისაც ეს საქმე უყვარს და ვისაც სამშობლო უყვარს მართლა. თორე ისე ზოგადად თალსახად მე ხვდები რომ ეს ჩემი საქმე რაღაცა ეს ის როგორც ბიბლიაშია რა ეს ის ნოყიერი ნიადაგია სადაც დაგდებული მარცვალი ნოყიერად ამოდის